მოგესალმებით ბატონო ბიძინა, ჩვენი ინტერვიუ იწერება ტელეკომპანია მეორე არხისთვის, რომელშიც გავა ჩვენი საუბარი, ამის შემდეგ იგივე საუბარი Facebook-ის მომხმარებლებსაც ეკნებათ საშუალება რომ ნახონ. ჩვენი საუბარი ძირითადად შეეხება 10 ივნის დაგეგმილ ღონისძიებას, რომელიც უკვე ანონსირებულია და მოლოდინი არის საზოგადოებისგან საკმაოდ დიდი, გამომდინარე იქიდან რომ 27 მაისს ჩატარდა უპრეცედენტო ზომის აქცია, ამ აქციას ესწრებოდა 100,000 ადამიანი და შესაბამისად საზოგადოებაში არის დიდი მოლოდინი თუ როგორ იქნება შემდგომი აქცია უკვე ქუთაისში. როგორი არის თქვენი განწყობა და გაქვთ თუ არა გეგმაში ქუთაისის შემდეგ უკვე სხვა ქალაქებშიც ჩატარდეს ასეთივე მასშტაბის აქციები? მოგახსენებთ, ჯერ ქუთაისზე ვისაუბროთ და ჩემს განწყობას მოგახსენებთ, რომ მე ვფიქრობ, რომ ქუთაისში იქნება არანაკლებ ამაღლებული შეხვედრა. რიცხოვნებით ალბათ ქუთაისი მოგახსენებათ, რომ ჯერ ქალაქია უფრო პატარა ვიდრე თბილისი, შემდგომ ქუთაისი უფრო მეტად დაცლილია, როგორც მე ვიცი ინფორმაციით, ჩემი ინფორმაციით, უფრო მეტი ხალხია გასული საუბედუროდ ქუთაისიდან ვიდრე თბილისიდან. მაგრამ აბსოლუტური მობილიზაცია იქნება ქუთაისშიც და არა მარტო ქუთაისიდან მოვლენ, იქ მოვლენ, მოვა მთელი იმერეთი, იქ ჩამოვლენ საჩხერიდან, ჭიათურიდან, ხარაგაულიდან, წყალტუბო, ზესტაფონი, ვანი და ეს ყველაფერი ალბათ საერთო ჯამში ძალიან დიდ მუხტს შექმნის. გასაგებია თქვენი კითხვა, რომ ქუთაისი მაინც რეგიონებში გადის და რეგიონებად მოიხსენიებთ ჩვენ იმერეთს ძალიანად რეგიონად მოიხსენიებთ თბილისში მუდამ ვამბობდით ჩვენც და საერთო აზრი ესეთი იყო რომ თბილისში უფრო დიდი იყო მზაობა და ოპოზიციური ნაწილი უფრო ძლიერი იყო თბილისში მაგრამ მე მგონი რომ საქართველოში ხალხი საერთოდ ერთნაირად აზროვნებს და ერთნაირად ფლობენ ინფორმაციას ყველაფერი იცის ერთადერთი სხვაობა იყო ის რომ რეგიონებში ესენი ახერხებდნენ რამდენადაც პატარა ადგილებში მცირე ხალხს დიდი რაოდენობის პოლიციით უფრო იოლად ახერხებდნენ დათრგუნას და მეორე მიზეზი იყო კიდევ ის რომ ინფორმაცია ცუდად მიდიოდა და სიცრუის მანქანა რეგიონებში თითქოს უფრო დიდხანს და უფრო მეტღანს შემორჩა და უფრო მძაფრად მოქმედებდა მაგრამ ამ ბოლო თვეებში და ამ ბოლო ეტაპზე განსაკუთრებით ბოლო 1 თვის განმავლობაში ეს ყველაფერი შეიცვალა რეგიონებამდე ინფორმაცია მიდის ამაში ჩვენი დიდი წვლილიცაა და განწყობა არის იგივე რაც თბილისში და შეიძლება უფრო მძაფრიც ქუთაისლები მაგარი ხალხი არიან და თუ გინდის რომ აქ რაღაც შეჯიბრებულობის პრინციპიც კი დაიწყო და ქუთაისლებს არ მოუნდებათ რომ ნაკლებნი იყვნენ ვიდრე თბილისში რაც მოხდა მე მგონი რომ ეს თავის სიტყვას იტყვის და ქუთაისში იქნება აბსოლუტურად ასეთივე მძაფრი და ძლიერი მუხტი მე დარწმუნებული ვარ ამაში თუმცა ხალხის რაოდენობა ალბათ იქნება შესატყვისი რაც შეეფერება მაგ რეგიონს ქუთაისი და მთელი იმერეთი მოვა იქ ბატონო ბიძინა 27-ის შემდეგ ხელისუფლებამ უფრო გააღრმავა, უფრო გაამძლავრა ზეწოლა მოსახლეობაზე და ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება იყო ხელისუფლების ცდილობამ ხელი შეეშალათ აქციის ჩატარებისთვის ქუთაისში. თქვენი აზრით ის მცდელობები, რასაც ხელისუფლება აძლიერებს ბოლო პერიოდის განმავლობაში, მოახდენს თუ არა ზეგავლენას რეგიონებზე და ის მუხტი, რომელიც შექმნილია 27-ის შემდეგ, ხوار დაიწყებს შემცირებას, მას შემდეგ რაც ხელისუფლების ზეწოლა გაიზრდება. მე მგონი რომ გამაგრებას დაიწყებს ეს მუხტი და ხელს შეშლებს, რომელსაც ესენი აკეთებენ და როგორც აკეთებენ და როგორი ხერხითაც აკეთებენ, სასაცილოები ხდებიან და უბადრუკები არიან. თქვენ ალბათ იცით ქუთაისში როგორც ცდილობდნენ ისინი ხელის შეშლას, ჯერ ვთქვათ პირველი 1 თვის განმავლობაში გამოაცხადეს რაღაც ფესტივალი, კარგია ფესტივალს მე ყოველთვის მივესალმები და ქართველებს ეს კარგად გვჩვევია და კარგად ვიცით ჩვენ მუსიკალური ხალხი ვართ ძალიან მაგრამ ეს რომ ხელოვნური იყო თელმა საქართველოს გააცნობიერა და ამ ხელა მოედანს წარმოუდგენელია რომ ერთმა სკოლამ ან ერთმა საბავშვო ბაღმა დაიჭიროს ამ ხელა მოედანი გასაგებია რომ ესენი პირდაპირ ცდილობდნენ ხელის შეშლას მაგრამ ამით ჩვენ კი არ გვიშლიან ხელს თავის სახეს კიდევ ვერ შენაჩვენებენ თავის სისუსტეს აჩვენებენ რომ მათ აღარ დარჩათ სხვა იარაღი გარდა იმისა რომ აიფარონ სკოლები და აიფარონ საბავშვო ბაღები თუმცა მე სკოლებსაც დიდ პატივს ვცემ საბავშვო ბაღებსაც ძალიან მივესალმები რომ ესეთი კონცერტები ექნებათ მაგრამ რა თქმა უნდა ესეთი მასშტაბის ეს ვერ იქნება და არც ყოფილა მე მგონი რომ რამდენიმე გადაცემა გააკეთა რამიშვილმა როგორც მეუბნებიან მე ტელევიზიაზე იყო და იქ რა თქმა უნდა შესატყვისი რაოდენობის ხალხი იყო და თავისუფლად შეიძლება და ჩატარებულიყო სკოლებში ან კულტურის სახლში ან უფრო მცირე დონის მოედანზე
და ის რომ ჩვენ შევთავაზეთ და ეს არ ვიცი ახლა რამდენად გაიშალა ეს თემები, მე მონაწილეობდი ამაში პრინციპში შეთავაზებებში და გადაწყვეტილებებში, როდესაც ჩვენ 7-ში შევთავაზეთ რომ ერთდროულად მივიღებთ მონაწილეობას თუ 5-დან 7-მდე იქ ჯეოსტარს ჰქონდა, ჩვენ თქვით რომ თუ 8-მდე და 8-დან 1 საათი გვჭირდება, ამაზეც უარი თქვეს, შემდეგ 9-დან 10-მდე მოვითხოვეთ იგივე მოედანი, აქაც უარი თქვეს, შემდგომ სათადარიგო მოედანი ავიღეთ საბოლოო ჯამში, მაგრამ შედეგი ერთი და იგივე იქნება. არ შეიძლება რომ ხალხის სწრაფაში აჩეროს ერთმა კაცმა, ეს წარმოუდგენელია. მას დაკარგული აქვს ანალიზის კეთების უნარი და ებრძვის საკუთარ ხალხს. თანაც მასშტაბურად მთელი საქართველოს ფეხზე დგას. განწყობა ისეთია დღეს რომ ამას ვერავინ ვეღარ შემოაბრუნებს. შეუძლებელია ამის შემოbrunება და პროცესები აბსოლუტურად შეუქცევადია. ამათი უბადრუკი მცდელობები მხოლოდ სიცილს იწვევს და თან ქუთაისში. ქუთაისში ისეთი იუმორია, ალბათ ისე აშაღირებენ ახლა მაგათ. ალბათ ჩამოვა მე ალბათ ეს ანეკდოტებად გადაიქცევა მომავალში და ესაც თავისი აზრი და ფასი ექნება. კიდევ ერთი ინიციატივა, რომლითაც ცნობილია ბოლო პერიოდში ქვეყნის პრეზიდენტი, ეს არის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის მინიჭება ქუთაისისთვის. რა არის ამ სulis ძირითადი მიზეზი, რა შეიძლება იყოს? მართლაც აფხაზეთის დაბრუნების დაჩქარება თუ პიარსულა გათვლილი იმაზე, რომ აჩვენოს დედაქალაქს სამაგირო გადაუხადოს იმისთვის, რაც 27-ში დედაქალაქმა აჩვენა. მოგახსენებთ. და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ქუთაისის დატვირთვა? თქვენეული ხედვა რა უნდა იყოს ქუთაისის დატვირთვა? მოგახსენებთ. სააკაშვილი 2003 წლიდან ცდილობს რომ აჩვენოს ქართულ ხალხს, რომ სააკაშვილის მოსვლიდან დაიწყო საქართველოს ისტორია და თუ გონია რომ ქუთაის რაღაც დამატებით ღირსებებს ახლა უბრუნებს სააკაშვილი მხოლოდ პარლამენტის გადატანით ძალიან ცდება. ქუთაისს აქვს ძალიან დიდარი ისტორია. ასწლეული საუკუნეების განმავლობაში, როდესაც საქართველოს ორ ნაწილად იყო გახლეჩილი, ქუთაისი და თბილისი ახერხებდნენ ქართველების სულიერ ურთიერთობას და ქუთაისს ჰქონდა ძალიან დიდი ფასი თავის დროზე. და იმერეთ საერთოდ და იმერეთიდან და ქუთაისიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანება. თუ გნებავთ საგანმანათლებლო ტრადიციები დაწყებული აღმაშენებელმა, როდესაც გელათი და გელათის აკადემია შეიქმნა და აქედან მოყოლებული და უფრო ახლო ისტორიაში მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში უდიდესი როლი ჰქონდა ქუთაისი მოიხსენებოდა როგორც ერთ-ერთი საგანმანათლებლო ცენტრი. თუ გნებავთ ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრებლებმა დააარსეს და დააფუძნეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იქ დაიდგა კოტე მარჯანიშვილის თეატრმა ფეხი და ესე შემდგომ ქუთაისს ტრადიციულად ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა და ქუთაისი ზოგჯერ მეორედ კი არა შეიძლება პირველ ქალაქათაც მოიხსენებოდა და ეს როლი მუდამ ჰქონდა. ოღონდ სააკაშვილმა ეს ისტორია მთლიანად გადაყარა და გონია რომ ეხლა თავიდან სააკაშვილი შეძლებს რომ მიანიჭოს აღმაშენებლის ქალაქს, სადაც ჩვენი ყველა დროის ყველაზე დიდი მეფე და პიროვნება დაიბადა და მან შეძლო და უდიდეს ქვეყანად აქცია, უძლიერეს ქვეყნად გადააქცია ჩვენი საქართველოს იმ დროს. და ამას ყველაფერს სააკაშვილი უსვამს ხაზს და გონია რომ 2003 წლიდან დაწყებული ისტორიით და დღეს დღეს სააკაშვილი ქუთაისს მიანიჭებს რაღაც განსაკუთრებულობა სულ ჰქონდა ქუთაისს და ქუთაისლები სულ იყვნენ განსაკუთრებულები და იმერეთ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყოველთვის საქართველოს ისტორიაში და რა თქმა უნდა ერთი პარლამენტით ვერ ამონაზღაურებთ ჩვენ ქუთაისს იმ ადგილს, რასაც ის რეალურად ისაკუთრებს საქართველოში ისტორიულადაც და დღევანდელობაშიც. და რა თქმა უნდა ეს ვერ იქნება საკმარისი და ქუთაისს უნდა ძალიან სერიოზული მიხედვა და მთლიანად რეგიონს უნდა ძალიან სერიოზული მიხედვა. იქ უნდა აუცილებლად უნდა აღორძინდეს სხვა ტიპის საწარმოები. იქ რა თქმა უნდა საგანმანათლებლო ცენტრიც ძველებური შეიძლება მე მქონდა 2008 წლიდან მოყოლებული მე პროექტს ვამუშავებ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე. და არ გამოურიცხავრეს საერთოდ ყველაფერი ქუთაისში განხორციელდეს და მაღალი ტექნოლოგიების საწარმოებიც იქ დაფუძნდეს. მე არ მინდა დავასწრო მოვლენებს, მაგრამ ეს სერიოზული მოლაპარაკება მაქვს ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიასთან და შესაძლებელია მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რაღაც ისეთი მრეწველობა შეიძლება მივიღო მონაწილეობა და ამის ადგილათაც მე უფრო იმერეთი და ქუთაისის წარმომიდგენია და კიდევ ბევრი რამ. ქუთაისს ვერ ეყოფა ერთი შენობა და ქუთაისს ვერ აღორძინებ ერთი პარლამენტიც. ქუთაისს ჭირდება კომპლექსური მიდგომა, იმერეთს და მთელ საქართველოსაც თუ გნებავთ ჭირდება კომპლექსური მიდგომა და ესეთი PR კამპანიებით რომ ერთ შენობას იქ მიაწებებს და მეორეს იქ გაღებავს, ამით ქვეყანას არ ეშველება და ამ PR კამპანიებით და სიცრუის მანქანით ხალხი ვერ გამოვა ამ გაჭირვებიდან. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად გაწერილი გეგმა საერთოდ იმერეთსა და ქუთაისზე განსაკუთრებით რომ ქუთაისი უნდა აღორძინდეს, ქუთაისი უნდა გაივსოს და შეივსოს ქალაქი დაცლილი დღეს პრაქტიკულად. აი ამის საშუალებას შევქმნით ჩვენ, ამის საფუძველს შევქმნით ჩვენ. ხლა მოკლე გადაცემაში მე ვერ მოგახსენებთ მთლიანად კომპლექსურ პროგრამას, მაგრამ ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრამა რომ ქუთაისი უნდა დაიბრუნოს ღირსება, რაც მას ჰქონდა ისტორიულად და არა ის, რასაც ხელოვნურად უნდა რომ მიანიჭოს სააკაშვილმა.
და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მე ამას პირდები ქუთაისლებს და იმერეთის რეგიონს და იმერეთს, სადაც ჩვენ ვაპირებთ ახლა 10-ში სერიოზული ღონისძიების. ბატონო ბიძინა, გამომდინარე ქუთაისის სპეციფიკიდან და მის ძველი სტატუსი რაც იყო მეტალურგიის ინდუსტრიის თქვენგან მანქანათმშენებლობა. შენებელი, დიახ, მანქანათმშენებლობა. ბევრი პროფესიონალი არის დარჩენილი ქუთაისში, ფაქტიურად უმუშევრად და უმუშევრობის პრობლემა არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა. სამწუხაროდ, როგორც იმერეთში და ქუთაისში, ასევე მთლიანად საქართველოში, მოსახლეობის დიდი ნაწილი განსაკუთრებით ქალბატონებს უწევთ უცხოეთში წასვლა და იქიდან დახმარება ოჯახების. როგორ შეიძლება გამოყენებული იქნას ეს რესურსები, ის პროფესიონალური ცოდნა, რაც იყო და როგორ უნდა დაიძლიოს დიდ ქალაქებში, როგორ უნდა დაიძლიოს უმუშევრობის პრობლემა. კარგი შეკითხვა, ეს საერთოდ ქუთაისზე ვისაუბროთ, დღეს შევეცადოთ რამდენადაც მეორე არხსა და ქუთაისლებს მინდა მიმართო მე ამ 10 რიცხვთან დაკავშირებით. ჩვენი გადაცემა ამას ეძღვნება, ალბათ და ამისთვისაც შევიკრიბეთ და მე შევეცდები უფრო მეტი წილი ქუთაისზე ვისაუბრო, თუმცა სხვა დიდ ქალაქებშიც პრობლემები არის და მსგავსი პრობლემებია ყველგან და აუცილებლად მარტო ქუთაისზე არ ვიზრუნებთ, ჩვენ ვისრუნებთ მთელ საქართველოზე. პროპორციულად ყველას თავისი წილი და ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში და ყველას უნდა კონდეს შესატყვისი ეკონომიკა და ყველგან უნდა დასაქმდეს ხალხი. ყველაზე დიდი უსამართლობა რაც არსებობს დღეს არის ის, რომ ადამიანს საკუთარ სამშობლოში არ შეუძლია საკუთარი შრომა გაყიდოს. სამსახურის შოვნის საშუალება არ არსებობს და მიდიან და სხვაგან ყიდიან საკუთარ შრომას და ძალიან იაფად ყიდიან და ძალიან ცუდ პირობებში ყიდიან ძალიან ხშირად და ის ფაქტი, რომ ქუთაისლები ეს ამაყი ხალხი, იუმორით გატენილი ხალხი დღეს მეუღლეებსაც ძალიან ხშირად გზავნიან საზღვარგარეთ, რამდენადაც მათ ოჯახი უნდა არჩინონ და ხშირად ქალის შრომა უფრო ფასდება ზოგიერთ ქვეყნებში და ისინი უფრო იოლად ახერხებენ სამსახურის პოვნას, ეს სირცხვილია ჩვენი. მე წარმომიდგენია, როგორ დათქოვნულნი არიან ქუთაისლები ამით. რა არის ქალი საქართველოში? ჩვენ კარგად ვიცით ქალის ფასი. და როგორია, რომ დედაკაცი მიდის, რომელიც არის ჩვენი კერის, ჩვენი ოჯახის ბურჯი, მიდის საშოვარზე. აი სად მივედით დღეს ჩვენ და ეს არის ამ კაცის გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი მხოლოდ. რა თქმა უნდა, ჩვენ მრეწველობა და მეტალურგია ახსენეთ. მე ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენად მეტალურგია საჭირო და რამდენად შესატყვისობაში იქნება ეს ქუთაისისთვის, მაგრამ რაც შეეხება მრეწველობას, მე პირადად მაქვს სერიოზული გეგმა და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გამოვიყენო ის არსებული კადრი, იქ არის საინჟინრო კორპუსი, რომელსაც გამოცდილება ჰქონდა ამ ხალხზე, რომელზეც ეს პრაქტიკულად უარი თქვეს მოსვლიდან, რომ 40 წელზე უფროს ადამიანს პრაქტიკულად აღარ აგდებდნენ და მე რო გაუჭირდა, ახლა შემოაბრუნა და რაღაც ახალ PR კამპანიებს იყენებს, რომელიც ცოტა უფრო სასაცილოდ ჩანს, ვიდრე სერიოზულია. რა თქმა უნდა, არსებული პოტენციალის და მისი გადამზადების და ახალგაზრდების ფონზე და ყველაფრის იმ რესურსების, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ქართველები ძალიან ჭკვიანი ხალხია. აი ეს არის ძირითადი რესურსი ჩვენი. ამას უნდა მივცეთ სწორი მიმართულება, სწორი ფუნდამენტი და მაქსიმალურად შევქმნათ იმის შესაძლებლობა, რომ აქ აღორძინდეს ბიზნესი და ყველა შეეძლოს დასაქმება. აი ამას გავაკეთებთ ჩვენ და აუცილებლად ქუთაისს დავუბრუნებთ ძველებურ ღირსებას. მეორე ძირითადი მიმართულება, რომელიც პრობლემურია როგორც ქუთაისისთვის, ასევე იმერეთისთვის მთლიანად, ეს არის სოფლის მეურნეობა, სოფელში არსებული პრობლემები. თქვენ განაცხადეთ, რომ თქვენ მზად ხართ და თავის დროზე 2004 წელს თქვენ შესთავაზეთ პრეზიდენტს მაშინ რომ ჩაგედოთ 1 მილიარდი დოლარი, თუმცა მისგან უარი მიიღეთ. ახალი ინიციატივითაც თქვენ, როდესაც შემოხვიდეთ პოლიტიკაში, ასევე მზად ხართ ჩადოთ 1 მილიარდი სოფლის მეურნეობის განვითარებაში და შექმნათ ფონდი, რომელიც დაეხმარება გლეხობას. როგორი იქნება ეს დახმარება? შეიქმნება სპეციალური ფონდი, კარგად გაიხსენეთ ისტორია, რომ 2004 წელი მე შევეხები ამას, ეს კარგად ჩანს და სხვათა შორის უარს ვერ ამბობს, რამდენადაც მე არასდროს არ ვცხრობ, ნამდვილად იყო, მაშინ ვერ გავაცნობიერე, რატომ თქვა უარი. თანაც ვეუბნებოდი, რომ 100,000 მაინც დადო სახელმწიფომ და თლიანად მიიწერეთ და დაიბრალეთ. მე არ მქონდა პრეტენზია, რომ რაღაც პოლიტიკური თამაშები დამეწყო ამის საფუძველზე. და ეს ამას კარგად ხედავდა. ბოლოს გავაცნობიერე, რომ მას უნდა გაღატაკებული ქართველები და საქართველო ყავდეს, რომელიც მისი ფსიქიკით და ფსიქოლოგიით და მისი ხასიათით უფრო იოლი სამართავია და ეს კონდა ამას საფუძვლად და მივიღეთ ჩვენ შედეგადაც, მივიღეთ სხვათა შორის ნაწილობრივ მან ამას მიაღწია და დღეს აბსოლუტურად დანგრეული და განადგურებულია ქართული სოფელი. აი ეს მივიღეთ ჩვენ შედეგად. და ის რომ ჩვენ შევქმნით სპეციალურ ფონდს, ის რომ მე ამის სურვილი მქონდა და რატომ მქონდა სურვილი დავეწყო სოფლის მეურნეობით, უფრო იოლია, უფრო ზედაპირზე დევს და ამის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ძალიან სწრაფად დავასაქმოთ 10,000-ობით
ადამიანი ძალიან სწრაფად, რამდენადაც ამის გამოცდილება ქართველებს აქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ბუნება, ძალიან შესატყვისი კულტურები შეგვიძლია მოვიყვანოთ საექსპორტოც და ქართული ბაზარის ქართული პროდუქციით გაივსოს. 1 მილიარდი, რასაც მე მოგახსენეთ, 1 მილიარდი დოლარი ეს იქნება მხოლოდ საწყისისთვის და ეს არ იქნება საკმარისი ჩემი აზრით, მე ეტაპობრივად ამას კიდევ დაჭირდება დახმარება. რამდენიმე 2-3 წელიწადი მაინც მე ასე წარმომიდგენია ეს სიტუაცია, თუმცა დროში მე შემდეგ ეს უფრო კარგად გამოჩნდება. უნდა შეეძლოს და საშუალება ჰქონდეს გლეხს მსხვილი ფერმერის დონის წარმოება შეუძლია თუ სრული გლეხური მეურნეობის კოოპერაციულის საშუალება უნდა ჰქონდეს იაფი ფულის ან საერთოდ უფასო ფულის, რასაც ქვია, ამის საშუალება უნდა გაჩნდეს, ამას ჩვენ კონკრეტულად გავწევთ ყველა რეგიონზე, ცალ-ცალკე მის როგორ და რანაირად დავეხმაროთ, რომ მას საშუალება ჰქონდეს ერთად საშუალებების შეძენის, სადაც ამის აუცილებლობა, სადაც არას დაქირავების, რომ და იქ არ უნდა იყოს პრობლემა საწვავის და ის 20 ლიტრას ალიარკას სასერცხლოთ რომ არიგებენ და 20 ლარიან ვაუჩერებს სამათხოვროთ რომ აძლევენ ხალხს და ეს რეალურად არაფერს არ აკეთებს და შესაბამისად უამრავი სავარგული მიწები დღეს დაუხნავია და დაუმუშავებელია. არ შეიძლება რომ თოხით ეს კაცმა შეძლოს და თანაც ისეთი ფასი დაადეს მიწებზე გადასახადს, რომ პრაქტიკულად იქ მიღებული მოსავალე, როდესაც სასუქი არ აქვს თანამედროვე თესლი, რომელსაც სხვანაირი ნაყოფი მოაქვს და ესე შემდგომ ესაა დღევანდელობა. ჩვენ ამას ყველაფერს დავაბალანსებთ. გლეხს უნდა ჰქონდეს საშუალება, რა თქმა უნდა, ტექნიკაზე მუშაობაც არ არის იური. თქვენ რომ იცოდეთ, საზღვარგარეთაც ფერმერს ძალიან ძიმე სამუშაო აქვს საზღვარგარეთაც, იმის ილუზია რა ის ნუ შეექმნება და არც აქვს მე მგონი ქართველებს ამის ილუზია, მაგრამ შესატყვისი ცხოვრების საშუალებას აძლევს და ქართველს რომ ის არ ეშინია. ტექნიკა უნდა ჰქონდეს, სასუქი უნდა ჰქონდეს, საწვავი უნდა ჰქონდეს. დღეს ამის ფული არავის არ გააჩნია. სოფლისმა თუ ჩვენ ეს არ შეუქმნით, ამის პირობები არ მივეცით, არაფერიც არ მოხდება ის რაც ხდება. ბაზრებზე უნდა დავეხმაროთ, როდესაც აღორძინება დაიწყება. შიდა ბაზარზე უნდა ჰქონდეს პროდუქციას შესატყვისი გასავლის საშუალება. რამდენადაც ქართველებს მაღალხარისხიან პროდუქციას დღეს არ აქვს შესატყვისი ფასი, რამდენადაც პრაქტიკულად სახელმწიფო არაფერს არ აკონტროლებს. უამრავი მდარე ხარისხის პროდუქცია შემოდის და ყოველგვარ ხასიათს უკარგავს ქართველ გლეხს, რომ მან და სერიოზული შრომა გასიოს და მოსავალი მოიყვანოს საქართველოში. პირდაპირ კარებთან უყიდიან მუქდად და უხარისხო პროდუქციას. მოკლედ, ამას ყველაფერს მიხედვა უნდა. ბაზარსაც დარეგულირება უნდა, დამატებით ბაზრებსაც შეუნა უნდა, იმპორტზეც გარკვეული რეგულირება და კონტროლი უნდა იყოს. ყველაფერს ამას ჭირდება კომპლექსური მიდგომა, რაც სახელმწიფო უნდა გააკეთოს და ეს ფუნქცია დღეს სახელმწიფოს არ აქვს. პრაქტიკულად საპირისპიროს აკეთებენ. საკუთარი სახალხის საპირისპირო ხდება ყველაფერი. თუ გინდა ერთ მაგალითსაც მოგიყვანთ, ახლა არ მინდა რომ ვინმე ცუდად გაიგოს და მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს თურქეთის პირიქით უნდა ჩვენი მეზობელი და კარგი მეზობელი სახელმწიფო და ჩვენ უნდა მოახერხოთ და მათთან უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები, მათ ჩვენ დაგვასწრეს და მოახერხეს თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება. რაც ჩვენ სახელმწიფოს არ უზრუნია გლეხსა და ყველა სახელმწიფო ამას ახერხებს და ზრუნავს. გარდა იმისა, რომ არაფერი არ უზრუნიათ, რომ გადაიარაღება და დახმარება მომხდარიყო ქართულ სოფელზე, იქ სადაც შეეძლოთ იმ ტიპის შრომით პრაქტიკულად ხელით შრომობდნენ ქართველები და თოხი იყო ძირითადი იარაღი პროდუქცია გაეტანათ და ფასი ჰქონდა მას, ეს იყო რუსული ბაზარი. ყოველგვარი ომამდე და ომზე გაცილებით ადრე სააკაშვილმა მოახერხა, რომ ეს ბაზარი დაუკეთა ქართველებს. მხოლოდ სააკაშვილის გაუაზრებელი და არადიპლომატიური ქმედებების შედეგი იყო ეს და არავითარი ობიექტურობა და საქართველოს არავითარი დამატებითი შეღავათები ამის საფასურად არ მეუღია, რომ შეიძლება თქვა რაღაც გააფუჭო რაღაც ურთიერთობა რაღაცის ხარჯზე. კი დაიკეტა ბაზარი, მაგრამ აი ნახე, აგერ რა მივიღეთ. ვერაფერიც ვერ მივიღეთ. დაკეტე ეს ბაზარი და სამაგიეროდ გახსნა ყოველგვარი საბაჟოს ანარიცხებისა და ყოველგვარი დამატებითი დაცვის გარეშე დატოვა ქართველი გლეხი, გახსნა მეზობელი თურქეთის ბაზარი. მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან კარგია, ჩვენ ბევრი უნდა ვისწავლოთ მათგანაც, მაგრამ ამას შეხვდა აბსოლუტურად მოუმზადებელი ქართველი გლეხი. უფრო მაღალი ტექნოლოგიების, უფრო იაფი წარმოება, რომელიც თურქეთმა მოახერხა და ჩვენზე რამდენიმე წლით ადრე ეს დანერგა, მოაწვა ქართულ ბაზარს და ქართველ გლეხს საერთოდ გაუფუჭდა ხასიათი, რომ წარმოება გაეგრძელებინა და მოხდა კიდეც მაქსიმალური გაკოტრება და მეტი აღარაფერი აღარ დარჩენოდათ, რომ წასულიყვნენ ქვეყნიდან და დაიცალა სოფლები და გაღატაკებულ და გაკოტრებული ქართველი გლეხი დღეს მიწაზე დევს რეალურად.
აი ეს მივიღეთ ჩვენ. ამას ყველაფერს მივხედავთ. და ყველაფერს ეშველება და ეშველება სწრაფად. სოფლის მეურნეობა ძალიან სწრაფად ავაღორძინებთ ჩვენ. დანარჩენი უნდა შევქმნათ პირობები, რომ ბიზნეს გარემო იყოს რეალური და არა ეს მონოპოლიებით რომ იმართება მთელი ქვეყანა. და რეალურად ინვესტიციები წამოვა ქვეყანაში და გაიხსნება ბევრი საშუალო და წვრილი და მსხვილი საწარმო უნდა გაიხსნას, რომ ყველა ქართველს ჰქონდეს დასაქმების საშუალება და წამოვლენ ჩვენი ქართველები უკან და მოახერხებთ მათ დაბრუნებას. ქვეყანა უნდა გავამთლეონ და ავაღორძინოთ რა გვჭირს ჩვენ დღეს ქართველებს ამის ფასი სად ვართ ჩვენ დღეს. რეალურად გამოდის ერთი ახირებული კაცი რაღაც ანეკდოტებს გვიყვება ყველა დღე და სასაცილო მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს. თვითონ აღარ ჯერა მისი საუბრის. ვის ესაუბრება გაუგებარია, ვის უგებს ამ ვასიუქებს, რას ლაპარაკობს, არავითარ კონტროლს აღარ ახერხებს და ვეღარ ახერხებს. და შესაბამის შესატყვისობაში ესაა რომ იცლება ნელ-ნელა საქართველოს და საშუალზე გადაგებულია და გათვითოკაცებულია ერი შიგნითაც. აი ეს მივიღეთ ჩვენ. და ახლა ამის ილუზია რომ ასეთ ხალხს თქვა და არჩევნებზე თანაც ილუზია აქვს რომ ესენი მოვლენ მერე და სააგაშოს ხმას მიცემენ, ნუ დაკარგული აქვს ყოველგვარი ანალიზის უნარი ამ კაცს. ბრძანეთ და ძალიან გამოგზავნდა პასუხი. ხელისუფლების წარმომადგენლები თქვენეულ ხედვას სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით, რეფორმასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ თქვენ გინდათ სუბსიდირებაზე იყოს სოფელი სახელმწიფოს მხრიდან, მაშინ როდესაც ამას სოფელს უნდა არეგულირებდეს საბაზრო ურთიერთობები და ბაზარი. ხო, გასაგებია. რა პასუხს გვარებს ეს ვის იდეოლოგია და პროვინციალობა ესაა ზუსტად. სოფელი და პროვინციალიზმი გაიგიავეს, ეს სხვადასხვა ტერმინი აბსოლუტურად. სოფლელობა და ბევრი სოფლელი არ არის პროვინციალი და პირიქით ქალაქში გაზრდილი და დავადებული პროვინციალობას ვერ შორდებიან და ეს ხალხი ამას რომ ამბობენ, ყურმოყრული რაღაც მოაქვთ და რაღაცით რაღაცას ეჭიდაებიან და იმაზე მაგრები უნდა იყვნენ დღეს რო ევროპაა და რაღაც ტერმინებს იგონებენ. რეალურად სოფლის მეურნეობას ყველა ძლიერი სახელმწიფო ეხმარება და უკეთებს სუბსიდირებას. თუმცა ეს სხვა ტიპის პრობლემებია, ჭარ პროდუქციაზეა საუბარი და იმ ჭარბი პროდუქციის გასაღებაზეა. ჩვენგან ჩვენი პროდუქციის მე არ ვიცი რამდენი პროცენტია დღეს რეალურად ქართულ ბაზარზე ქართველი გლეხების და ქართველი მეწარმეების რა წილია. მე მგონი რომ ძალიან დაბალია. საკუთარ ბაზარსაც ვერ ავსებენ და რაღაც იმპორტებს საუბრობთ, პრინციპში ექსპორტებს საუბრობთ. ჩვენი ხელისუფლების იდეოლოგიების კრიტიკა დღეს ღიმილისმეც აღარაფერს აღარ იწევს. რაც არ უნდა გააკეთო, რაც არ უნდა თქვა, რა თქმა უნდა, მას ყველაფერზე აქვთ პასუხი და ყველაფერს აკრიტიკებენ. მათ თქვეს, მათ უკნეს, ესენი ასე გაკეთებენ, მეც ამიგითხავს, რომ ჩვენ პროგრამას აკეთებს, ანამას ამბობენ, ჩვენ ეს უკვე თქვით. თქმით, რაც რა თქმა უნდა, ესენი ყველაფერს ამბობენ. სიტყვებში რა თქმა უნდა ვერ მოუგებ. ყველა თეთრზე შავს ისე მოგახსენებენ, როგორც არაფერი და პირიქით. ყველაფერი ნათქვამი აქვთ, მაგრამ არაფერი არ აქვს გაკეთებული. თუმცა როგორ არ აქვს გაკეთებული? გაკეთებული აქვს, რომ დაანგრიეს და დაშალეს ქვეყანა. ეს არის რეალობა. ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი თქვენი კოალიციის არის განათლების სისტემაში რეფორმა და მეტი განათლების მიტანა საზოგადოებამდე. ექნება თუ არა საშუალება ადამიანს, რომელსაც არ აქვს იმის შესაძლებლობაც კი დღეს, რომ გამოკვებოს თავისი ოჯახი, მისცეს შვილს განათლება, ის განათლება, რომელიც საკმარისი იქნება შემდგომი განვითარებისთვის ოჯახის და შემდგომად სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი იწყება განათლებით. მხოლოდ განათლებულმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს და სწორი გზით წაიყვანოს ქვეყანა. და რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს საფუძველი ყველაფრის. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის და ჩვენი სამი პრიორიტეტიდან პირველი მოგეხსენებათ არის განათლება და ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ ქართველებმა მიიღონ შესატყვისი, დღევანდელობის შესატყვისი განათლება და ხვალინდელ დღეზე უნდა შეეძლოთ გახედვა და ზრუნვა. და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მოხერხდეს. და თქვენი კითხვის მეორე ნაწილი განათლების სისტემას ეხებოდა, როდესაც ღარიბს უწევს ფაქტურად ადამიანს, რომელსაც შემოსავალი არ აქვს, უწევს გაყიდოს სახლი ან გაყიდოს ძროხა იმისთვის, რომ შვილს ასწავლოს. რა თქმა უნდა. და თანაც ისეთი ხარისხის განათლებას ვერ იღებს, რაც საჭიროა. გადასახადები მოგეხსენებათ, ყველაფერი ევროპული გახადეს. საკონტროლებელი და მაკონტროლებელი ფუნქციები თუ კი რამე ქვეყანაში ყური მოკრეს და გაუგიათ სად არის ყველაზე მკაცრი, ეს ყველაფერი დააფუძნეს და დააარსეს. პრაქტიკულად ფასები ევროპულია ყველაფერზე და ზოგან უფრო მაღალიცაა. თუ მოგეხსენებათ, ელექტროენერგია ევროპულ ქვეყანაში არ არის ასეთი მაღალი, როგორც საქართველოშია. მაგრამ მისი შესატყვისი არაფერი არაა. ასია განათლებაც. ხარისხი ძალიან მდარე და დაბალია, ფასები მოგეხსენებათ, არის ევროპული. რა თქმა უნდა, ამას უნდა ყველაფერს მიხედოთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერს ხალხს მიეცეს რეალური მაღალხარისხიანი განათლების მიღება და ამავდროულად ისინი იყვნენ გადახდის უნარიანები. სადაც ვერ ახერხებს სახელმწიფო აქ უნდა იმუშაოს და ითამაშოს გადამწყვეტი როლი, რომ არავის არ დარჩეს
იმის განცდა, რომ მას შეუძლია და არ აქვს საშუალება. აი ამას ჩვენ მოახერხებთ აუცილებლად. მეორე ინიციატივა, ასევე ცნობილი ინიციატივა, რომელიც გაჟღერდა კოალიციის მხრიდან, ეს არის დაზღვევა ყველა მოქალაქისთვის, საყოველთაო დაზღვევა. მაგრამ რა ქნას მოქალაქემ, რომელსაც არ აქვს შესაბამისი თანხები იმისთვის, რომ იყიდოს ელემენტარული მედიკამენტები ამ მედიკამენტების სიძვირის გამო. როგორ უნდა მოხერხდეს მისთვის შესაბამისი ფასების სისტემის შექმნა? ის რაც ხდება მთლიანად ეკონომიკაში, რომ მონოპოლიებითაა დაკავებული მთელი ეკონომიკა და მონოპოლიები მართავენ მხოლოდ ზუსტად კარგად აისახება ეს ჯანდაცვაზეც. ჯანდაცვაშიც იგივე ხდება სადაზღვევო კომპანიების ნაწილს, ოდესღაც გამოუყო ბიუჯეტმა და ბიუჯეტის ფული დაიხარჯა და შეიჭამა და უკვალოდ გაქრა რაღაც 9 მილიარდი. ხშირად ვესწრებოდი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრებს, სადაც მეცნიერები მუშაობდნენ ამ პროგრამებზე, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და ბევრი ინფორმაცია მაქვს. და მე ახლა მოკლედ უხეშად ჩამოვთვლი, რომ დაიწყო ამით, რომ სადაზღვევოებს, შემდეგ ამ სადაზღვევოებს დაავალეს საავადმყოფოების მშენებლობა და 99% აქედან აბსოლუტურად არასტანდარტოდ და გაუაზრებლად არის აშენებული, რაოდენობა უნდა ერთ კაცს მარტო, რომ მეთქვა, რომ 150 საავადმყოფო ააშენა და ამერიკელებს პირდებოდა, რომ თქვენ ჩამოხვალთ სამკურნალოდ და ქართველები ამით ბიზნესს გააკეთებენ. ერთ-ერთი ბიზნესის წყაროდ გახადა, სასაცილოა, რასაც აცხადებს ეს კაცი. ამ დროს დღეს ელემენტარულად ქართველს ხელი არ მეუწვდება ყველაზე მარტივი ჯანმრთელობის აღდგენაზე და ამის საშუალება არ აქვს. საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება არ აქვს. ახლა იქაც ხარისხზე აღარ ვისაუბროთ კიდევ, როგორია ხარისხი, გინდებათ შენობის, გინდებათ აპარატურის უმეტეს შემთხვევაში და გინდაც ექიმებსაც სჭირდებათ კვალიფიკაციის სამაღლება ძალიან ხშირად და ამასაც სჭირდება სათანადო ყურადღება. და რაც შეეხება წამლებს, იგივე ხდება აქაც. მონოპოლიები ერთი და იგივე ხალხი აშენებს საავადმყოფოს, ერთი და იგივე ხალხი არის სადაზღვევო კომპანიის მებატრონე, ერთი და იგივე ხალხი ხსნის აფთიაქებს, იგივე ხალხი, ერთი ჯგუფი აკეთებს ამას ყველაფერს და იგივე ხალხი ადგენს წამლებზე ფასებს. ეს კატასტროფაა. და მივიღეთ შესატყვისი შედეგი კიდეც, რომ ხალხი კოტრდება ამის საფუძველზე გაკოტრებული უამრავი ოჯახია, სახლებს ყიდიან რომ მიკურნალონ. ძალიან ხშირად ხდება ეს. ეს არის უბედურება, რომ აი მონოპოლიური სისტემა როგორ ანგრევს ყველაფერს ეკონომიკას და აი ნახეთ ჯანდაცვაზეც ეს როგორ კარგად აისახება, რომ მოშლილია ეს თავიდან ბოლომდე. გამოდის ეს კაცი და ამაყობს, რომ ამერიკელებსაც კი უმკურნალებთ ჩვენო დოგნებავთო და ამით ბიზნეს გააკეთებენ ქართველებიო, რომ ჩვენ ისეთ სამედიცინო მომსახურება შევქმნით. ბატონო ბიძინა, თქვენ რა არაერთხელ განაცხადეთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყებთ ბრძოლას კორუფციასთან, ელიტურ კორუფციასთან და ამ მონოპოლიებთან. გამოიწვევს თუ არა ეს ბრძოლა შედეგად იმას, რომ ფასები დაიწევს არა მარტო მედიკამენტებზე, არამედ სხვა პროდუქციაზე, ისევე ენერგომეატარებლებზე, ბენზინზე, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელექტროენერგიაზე, გაზზე. მონოპოლიებთან ბრძოლა იქნება ყისიერი მოსვლიდან, კორუფციაც ელიტური ჩათვალეთ რომ მოვალთ და ეს ამის გაგონებაც აღარ იქნება, თუ ეს ვინმე მგაბედა და ჩემი მგონი ისე რომ რა თქმა უნდა დიდი დრო არ დაჭირდება ამის აღმოფრას. მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლა არ გაიგონ ისე ბიზნესმენებმა, რომ მე ბიზნესის წინააღმდეგ ვაპირებ გალაშქრებას, ღმერთმა დაიმფაროს, პირიქით მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყველა ტიპის ბიზნესი და ყველა ბიზნესმენს ჰქონდეს საშუალება. დღეს არასწორი მეთოდებით მომუშავე ბიზნესმენებსაც კი მიეცეთ საშუალება, რომ ისინი დარჩნენ საკუთარ ქვეყანაში და იქ გააგრძელონ ბიზნესი. რამე თუ ისინი უკვე არიან ბაზარზე, მათ აქვთ რაღაც ფული, რაღაც შესაძლებლობები და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ მათ არ მოუხდეს და არ დაიწყონ კაპიტალის გატანა საქართველოსთან. ეს არის ჩვენი ინტერესი. და რაც შეეხება იმას, რომ მონოპოლიების დაშლა თავისთავად გამოიწვევს კონკურენტული ბაზარი, ეს არ არის ჩემი მოგონილი და ეს არ არის ჩვენი ახირება. ამაზე დგას ბებერი ევროპა, ესეა ამერიკა, ესე არიან ყველა ნორმალური ქვეყნები. სადაც არის კონკურენტუნარიანი ბაზარი, სადაც არის საშუალება იმისა, რომ კონკურენცია იყოს და იქმნება და სახელმწიფოს ამაში აქვს ფუნქცია, რომ არ ჩაერიოს, ეს არის ძირითადი ფუნქცია ბაზარში და თავისუფლება უნდა მიცე მაქსიმალური, თუმცა გარკვეული ტიპის კოორდინაცია განსაკუთრებით თავდაპირველად სახელმწიფომ შეიძლება განახორციელოს და ნელ-ნელა შეწყვიტოს შექმნას მხოლოდ საფუძველი და პირობები ამისთვის და ნელ-ნელა შეწყვიტოს და გამოვიდეს ამ კოორდინაციიდან და რეგულირებიდან, ეს თავისთავად გამოიწვევს ფასების დაწევას ენერგომატარებლებზეც და სხვა ტიპის პროდუქტებზეც და ჯანდაცვას და მედიკამენტებზეც და ყველაფერზე ამაზე და გარდა ამისა კიდევ, გარდა მონოპოლიურისა, მე ვიცი რომ სახელმწიფო ჩინოვნიკების ჩარევით ხდება ძალიან ხშირად ფასების აწევა ხელოვნურად. ეს უბრალოდ პირადი კანდიდატებისთვის აკეთებენ ამას და რა თქმა უნდა ეს მოსვლიდან რამდენიმე დღეში ეს მოისპობა ყველაფერი. ბატონო ბიძინა, დაახლოებით რამდენი წელი დაჭირდება
ისეთი სისტემის შექმნა, თქვენ სისტემების შექმნის სპეციალისტი ხართ, ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს უწყვეტ განვითარებას და პროგრესს ქვეყნისთვის და მეორეს მხრივ გამორიცხავს ყოველგვარ შესაძლებლობას ცალკეული ინდივიდებისგან უზურპირება მოახდინონ ძალაუფლების და ბოროტად გამოიყენონ ეს ძალაუფლება. მოერევა თუ არა სისტემა. ის რაც ხდება დღეს საქართველოში, რომ სააკაშვილმა მოახერხა უზურპაცია ხელისუფლების და პრაქტიკულად ავტორიტარული და დიქტატორობისთვის გამზადებული კაცი შეგვჭა ხელში. აი მე გავაკეთებ უახლოეს დროში, 1-2 წელიწადში შევქმნი ისეთ ფუნდამენტს ჩავყრით და ამის შემდგომ ისეთ ხელისუფლებას დავტოვებთ და იმის შემდგომ მე საზოგადოებასთან ისე აქტიურად ვიმუშავებ, რომ ამის შემოbrunება უკან იყოს შეუძლებელი და ჩვენ მხოლოდ ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენ დაგვრჩეს და სწორი გზით წავიდეთ. რამდენი წელიწადი დაჭირდება რა პროცესებს, თითოეული პროცესი ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ. ჩემი აზრით, სამართლიანობის აღდგენას, მედიის გათავისუფლებას, რომ კორუფცია აღარ იყოს ქვეყანაში და ელიტარული განსაკუთრებით, ამას დაჭირდება რამდენიმე თვე. და ძალიან სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი. მაგრამ ის რომ ეკონომიკა აღორძინდეს, ყველა კუთხემ და რეგიონმა, ყველა ადამიანმა და ოჯახმა იგრძნოს ეს და ყველა ოჯახში გაიზარდოს მკვეთრად შემოსავალი, ამას თვეები არ დაჭირდება, ამას დაჭირდება 2 წელიწადი და უფრო მეტი. თუმცა გრძნობიარობა ნელ-ნელა შემოვა. ეს ვერ მოხდება ერთბაშად, რომ მთელი საქართველო დასაქმდეს და მე არ მინდა სრულ დაპირებები მივცეთ ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ ისეთ საფუძველს შევქმნით ამისას, თვითონ პროცესი აღმავლობის რომ დაიწყება, ხალხს ეხალისე მოემატება, ხვალინდელი დღის იმედი გაჩნდება იმედი ძალიან ბევრს ნიშნავს. ის ნიჰილიზმი, რაც დღეს ქართველებშია, დამთგუნველია, ანადგურებს ჩვენს ფსიქიკას და ჩვენს ჯანმრთელობას. ხალისი აღარ აქვს ხალხს, არაფრის იმედი აღარ აქვს, დაცულობის იმედიც არ აქვს ელემენტარული. აი ეს რომ შემოbrunდება, აღზევების პროცესი რომ დაიწყება, ყოველდღიური ზრდა რომ გამოჩნდება რეალურად და არა ის რომ ტელევიზიიდან გვეუბნებიან თურმე გადავასწარით ყველას და ევროპაში ჩვენი მსგავსი აღარავინ აღარაა და არაფერს აღარ ტოვებენ საქმეს. ეს რომ რეალურად მოხდება პროცესი, დამიჯერეთ რომ ძალიან მალე ქართველები გახდებიან ბედნიერნი და ხალისიანი. თუმცა ახლა წლებში თუ გინდათ გაწეროთ რომ ბოლო ქართველი როდის დასაქმდება და როგორ იქნება ეს ცოტა რთულია, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ეს ყველაფერია შესაძლებელი. მაგრამ პროცესი დაიწყება ძალიან სწრაფად და ქართველები გახდებიან სხვანაირნი. მიხვდებიან რომ ქვეყანა დაიბრუნეს, ქვეყნის პატრონი არიან, რომ პოლიცია, რომლებიც ჩვენი ძმები, შვილები არიან, თვითონაც გათავისუფლდება ამ ძალადობისგან და ეს არ იქნება დამთმუნველი არაღი და დამცავი იქნება ხალხის. ეს პროცესი რომ შემოbrunდება პირიქით რომ პოლიციელი იმედი გახდება მოქალაქის რომ რაღაც რომ არ მოხდეს კაზუსი და დამცველი გახდება პირველი. თვითონ ეს პროცესი უკვე ფსიქიკას სხვანაირად იცლება და ის პროცესი რომ იწყება დასაქმება, შემოდის ფული, არის ამის საშუალება და ხედავენ რომ დღეს არა ხვალ არა ზეგ, ეს აუცილებლად მოხდება და იმედი გაჩნდება, ეს კარდინალურად შეცვლის დამოკიდებულებას და კარდინალურად შეცვლის ადამიანებს თვითონ. ხედავ დაღვრემილი მომტირალი სახეები ძირითადად ქუჩაში. განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც აბა რა ქნან, გაუბედურებულია ხალხი, დაცლილი და გაუბედურებული. წელში გატეხილია დღეს სოფელი და რეგიონი საქართველოში. ერთი კაცი დარბის, თვითონ უხარია, იწყობს თავის ცხოვრებას და გონია რომ როგორც ეს ცხოვრობს, ეს რომ კარგად ცხოვრობს, იმათვისაც ეს კარგია. აი ესეთი ილუზია აქვს მე მგონი შექმნილი. ესე არაა. ჩვენ შევქმნით ისეთ სახელმწიფოს, სადაც ყველას ერთნაირი უფლება ექნება და ყველას ეცხოვრება აქ და ერთ და ორ კაცს. აი ამას მოახერხებთ ჩვენ და მოახერხებთ აუცილებლად გავაკეთებთ და მე ამას გვირდებით. და ბოლოს რა იქნება თქვენი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, როდესაც თქვენ ქუთაისში შეხოთ და მიმართავთ ქუთაისს და იმერეთს? მე ქუთაისელებს დღეს მინდა ვისარგებლო ჩვენი გადაცემით, როგორც თქვენ მითხარით და მითხრეს რომ მეორე ახს უყურებენ ყველაზე მეც, იქნებ შევეცადოთ ეს და მაესტრომაც გაიზიაროს და მიმართო ჩვენს ქუთაისელებს და ჩემს იმერელებს მიმართო ყველას, რომ არ დაიზაროთ და მოდით. მოდით და აჩვენეთ ვინ ხართ თქვენ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ის რომ ჩვენ ვართ ძლიერი ხალხი, რომ ჩვენ ვერავინ ვერ გაგვტეხავს, ჩვენ გვაქვს უდიდესი ისტორია და თუ გნებავთ დღეს თბილისსაც გავეჯიბროთ ქუთაისლები, რომ არანაკლები მუხტი მივიტანოთ და მოვიდეთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ძლიერი ხალხი ვართ. ჩვენ ერთად ვართ. ერთად დგომა დღეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ბევრს ნიშნავს თითოეული ჩვენთაგანისათვის, რომ ჩვენ არა ვართ მარტონი და უფრო მეც ნიშნავს მათთვის, ვისაც რეალობა აქვს დაკარგული და გონიათ, რომ ქართველებს არ შეუძლიათ გაერთიანება. ამიტომ ძალიან გთხოვთ, არ დაიზაროთ და მოდით. მოდით 10-ში და ჩვენ ვაჩვენოთ როგორები ვართ ჩვენ და ვინ ვართ ჩვენ. ერთად დგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ არ დაიზაროთ. თვითოულს ფასი აქვს მოსვლას თქვენსას და ძალიან გთხოვთ რომ ყველანი მოხვიდეთ და ერთად დგომით ჩვენ ვაჩვენოთ როგორი საქართველოს აშენება გვინდა და როგორ გვინდა რომ დავიბრუნოთ სწრაფად ჩვენი ქვეყანა. პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნება წინასაარჩევნო კამპანიას ქუთაისში განაგრძობს.
ჩვენი ოცნება თითოეული ადამიანი იყოს სამშობლოს სამსახურში, იყოს ბედნიერი და წელგამართული. ჩვენი მიზანია არავის დამარცხება, არამედ საქართველოს გამარჯვება. საქართველო გაიმარჯვებს, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას. 10 ივნისი, 18 საათი, დავით აღმაშენებლის ძეგლთან. ერთად ავიხდიმოთ ქართული ოცნება.